ევროპაში შეიძლება ვთქვათ, ბევრ რამ შეიცვალა, უფრო ფრთხილები გახდნენ ევროპელები ამერიკასთან მიმართებაში. ფიქრობ თავისი ყველამ, კი არ ფიქრობ ასეც არის სამხედრო დოქტრინას გადახედეს. თავის სამხედრო დოქტრინას გადახედა გერმანიამ, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ნაწილობრივ იტალიამ, პოლონეთმა ყველაზე ასე ვთქვათ ადრეისალა ჭკუა და კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო თავის სამხედრო დოქტრინის გადახედვაზე და მზადება იმისთვის რაც ხდება დღეს, ესეც ფაქტია. მაგრამ მე ამას ასე ვთქვათ ვერ შევაფასებდი როგორც ტრამპის ასე ვთქვათ გათვლილ ნაბიჯს, რომ აი მას გაცვლა ჰქონდა იმაზე, რომ ევროპელები ასე ვთქვათ გამოეღვიძა ევროპელები, რომ მათ მეტი ფული, ფინანსები ჩაედო თავის თავდაცვაში. ამ ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა ბევრად სხვანაირად და ისე არა, რომ უთხრა დანიას მე თქვენ ტერიტორიის ანექსირებას მოახდენ, კანადას გავხდი 51 შტატად, მექსიკას უთხრა, რომ შესთავაზ ჩემ ჯარებს შევიყვანო და მექსიკაში დავაყენებოდა, ეს პირდაპირ სუვერენიტეტის დაღრევა ქვეყნის, როგორი ქვეყანაც არ უნდა იყოს, ახლა მექსიკას თავისი სუვერენიტეტი გააჩნია და თავის სახელმწიფოს პატივს სცემს. აქედან გამომდინარე, ნდობაში გაჩნდა ძალიან დიდი ბზარი ევროპელებს შორის და შეერთებულ შტატების მიმართ და აი ამ ბზარის ამოვსება იქნება ძალიან რთული.